როცა ჩვენ პრობლემა გვაქვს. ძალიან ხშირად ჩვენ ველშიც პრობლემა არის ხოლმე. გინდა ეს ოჯახური ველი, გინდა სამეგობრო ველი. აი რას ლაპარაკობს ველი ჩვენს თავზე? და ჩვენ როგორ შეგვიძლია ველი შევცვალოთ და ველმა როგორ შეიძლება ჩვენ შევცვალოს? მადლობა ამ კითხვისთვის. ვილაპარაკო იცი როგორ აი არაგეშტალტ თერაპევტმაც რო გაიგოს და ყველაზე მარტივად რო ვთქვათ სამყაროში ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ველის თეორია ამბობს ამას, და რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, არის მნიშვნელობის მქონე. ის არ არის შემთხვევითი. მაგალითად ჩვენ როდესაც ვხედავთ ჯგუფში და რაღაცა თემა, რომელზეც არ ვიცი, ვსაუბრობთ იქ, კონკრეტული საკითხი მოდის რომელიმე მსმენელთან რეზონანსში, ხო? ველის თეორია ამბობს, რომ სამყაროში არის გონივრული წესრიგი. რომ მოვლენები არ არის შემთხვევითი. რომ ყველა მოვლენას და ყველა ველში გადაადგილებას და ცვლილებას აქვს თავისი ღრმა ეგზისტენციალური მნიშვნელობა. რომ ის ტკივილიც, ის სიმპტომიც, ის დისკომფორტი, ის დიაგნოზიც არ არის შემთხვევითი. და ველის თეორია გვეუბნება, რომ ველში ყოველთვის არის განზრახვა, intentionality, რომ ველში რაღაცა ცდილობს, რაღაცა მოთხოვნილება, განზრახულობა ცდილობს, რომ გამოვლინდეს სამყაროში და მიიღოს დასრულებული ფორმა. და როდესაც ფსიქოთერაპიული მუშაობა მიდის, აი ფსიქოთერაპიაშიც ველის თეორია გვეუბნება, რომ თერაპევტი რელაციურ ველში არის კლიენტთან და ეს ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, სარკისებრი ნეირონებით აისახება კლიენტის მდგომარეობა. ანუ ემპათია უბრალოდ ემპათია კი არ არის, არამედ თანაცხოვრება და განცდა, თანა co-creation. ერთად იქმნება ველი. და ველში ფიგურები, რომლებიც არის დაუსრულებელი ჩვენი წარსულის, ასე ვთქვათ, გეშტალტ თერაპია მას ეძახის დაუსრულებელ გეშტალტებს, unfinished business, დაუსრულებელი საქმეები, ხო? ეს ველში ამოდის და მოითხოვს დასრულებას. და ველის თეორიით შესაძლოა არაფერი ჩვენ ცხოვრებაში შემთხვევითი არ არის. ყველაზე ტრაგიკული მოვლენებიც სინამდვილეში მნიშვნელოვან აქვთ პოტენციალი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის, პანიკური შეტევაც. ძალიან ბევრი შემთხვევა მე მინახავს პირადად და არის რომ ადამიანებმა აბსოლუტურად შეცვალეს ცხოვრება და აღმოაჩინეს ისეთი რესურსები, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ჰქონდათ და სრულიად შეცვალეს პროფესია, ცხოვრება, საქმიანობა, იგივე ონკოპაციენტებთან და ველი სწორედ ნახეთ ამ ადამიანებთან ველის თეორია ამბობს, რომ ველში ის დაუსრულებელი მათ წარსულში დაუსრულებელი ფიგურები, გაჩხერილი ფიგურები, ხო, რომლებიც არ იყო ინტეგრირებული და სამყაროში, ესე ვთქვათ, ვერ ვლინდებოდა. ველის თეორია გვეუბნება, რომ ყოველთვის სხვასთან რელაცია, ინტერაქცია არის შესაძლებლობა, კიდევ ერთი შანსი, რომ ეს დაუსრულებელი ბიზნესი დაიხუროს და ვიცხოვროთ ავთენტურად და თერაპევტი როდესაც მუშაობს გეშტალტ თერაპევტი, ხო, რელაციურ კავშირში ეხმარება კლიენტს ეს დაუსრულებელი ბიზნესი, დაუსრულებელი საქმეები გამოიტანოს როგორც ფიგურა, ცხადად აგრძნობინოს და ეხმაროს კლიენტს რომ იგრძნოს და მოხდეს კონტაქტი იმისთვის, რომ ჩვენ მართლა ვიცხოვროთ, ხო? რომ ენერგია ხშირად გვაქვს ხოლმე ჯგუფში. კი, ძალიან ხშირად. დაიწყებს საუბარს და ვიღაცა მოდის, გვიან გვერდდება მსგავსი პრობლემით. მსგავსი პრობლემით. და ვიწყებს თელი ჯგუფი ამასთან მუშაობას. ამიტომ სამყარო, როგორც ესე ვთქვათ, ეზოთერიკოსს ხესიქ შენ ალბათ უკეთესად და ესე ვთქვათ, დააფორმულირებ ამას რისით მინდა, მაგრამ სამყაროში ყველა მოვლენა გვეხმარება იმისთვის, რომ დაუხურავი, გადაუჭრელი საკითხები გადავჭრათ. უბრალოდ ამისი ძალისხმევა, ამისი
ზოგჯერ არც გვესმის. ზოგჯერ არც გვესმის ეს ვერ ხედავთ ან არ გვინდა რომ გვესმოდეს ან არ გვინდა რომ დავინახოთ, იმიტომ რომ არ არის მზაობა ცვლილებისთვის, ხო? მაგრამ თერაპიული ველი სწორედ ეგ ველია, სადაც თერაპევტს აქვს სენსორულად უნდა გრძნობდეს როგორც წესი კარგად, ყოველ შემთხვევაში ცდილობს რომ იგრძნოს რა არის კონკრეტულ ველში მთავარი რა არის, ფიგურა რა არის. გეშტალტ თერაპია არის ფიგურა ფონის, ჩვენი ცხოვრება არის გარკვეული ფონი, რომელიც ჩვენ გვაქვს და აი ამ ფონიდან მოვდივართ, მაგრამ ცხოვრება გარკვეულ ფიგურებსაც გვთავაზობს, ხო? და მე ჩემი ფონით რეაგირებ, ჩემ გამოცდილებაში რაც არის, ახალ რეალობას აი ამ ლინზით და ესე ვთქვათ ამ ფონიდან ხვდები და ველის თეორია გვეუბნება, რომ ეს შეხვედრა არ არის შემთხვევითი, არასდროს. რომ რაც ჭირდება ველს, რაც ჭირდება კონკრეტულ ადამიანს იმისთვის, რომ დახუროს დაუსრულებელი გეშტალტები, რომლებიც მას ენერგიას ართმევს, შენ სწორად აღნიშნე, რომ ის ენერგიას ართმევს, იმიტომ რომ იმაში, რომ ადამიანმა იცხოვროს ყალბი, ჭყალებში ყალბი ცხოვრობით, ანუ არაავთენტურად, ხარჯავს ძალიან დიდ ენერგიას, ხო? ხარჯავს ენერგიას, მაგრამ ენერგია არ ბრუნდება. ენერგია არ უბრუნდება, იმიტომ რომ არაავთენტურად ცხოვრება ენერგიას არ გაცნობს, ენერგიას მხოლოდ გართმევს. ყრილ ორმოში, უძირო ორმოში გართმევს და თერაპიულ პროცესში ველის თეორია გვეუბნება, რომ ჯგუფში ჩვენთან რაც ხდება, ხო არაფერი არ არის შემთხვევითი. ყველაფერი ველში და ყველაფერი რელაციაში ორიენტირებულია იმაზე, რომ სამყაროში აი მნიშვნელოვანი ფიგურები დაუსრულებელი თემები დასრულდეს და მოხდეს ინტეგრაცია. ამიტომ, როდესაც მაგალითად ჯგუფურ მუშაობაში ეს განსაკუთრებით ხშირია, როდესაც დავუშვათ ერთი ადამიანი არის, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნილება აქვს რაღაცა, კონკრეტული ტკივნეული გამოცდილება აქვს, არის მეორე, რომელსაც ხშირად მსგავსი გამოცდილება აქვს, რომელიც მხარდამჭერია იმ ველში. და სამყარო ამ გაგებით ხელშემწყობი, არ ვიცი ეზოთერულად როგორ ჟღერს ეს, რომ სამყარო ხელშემწყობია. სამყაროში, ესე ვთქვათ, დიდ სურათში მაინც მემჯერა და ჩვენ გეშტალტ თერაპიაში გვჯერა, რომ ველის თეორია რაღაცნაირ წესრიგისკენ სწრაფვა არის და გეხმარება სამყარო თითქოს გეხმარება, იმითი რომ გაძლევს იმ ეპიზოდებს, იმ გამოცდილებას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ პიროვნული სრდა, ანუ ახალი გამოცდილება მიიღო, დაინტეგრირო, გამოხვიდე ამ ძველი პატერნებიდან, რომლებიც იქ და მაშინ საჭირო იყო. აი მაშინ საჭირო იყო, მაგრამ ეხლა დრო მოჭმულია და აღარ გეხმარება. სადღაც ჩვენ ეს გჭირდებოდა, როგორც დაცვითი მექანიზმი, რომ გადავრჩენილიყავით, მაგრამ სიახლე ყოველთვის საჭიროა, იმიტომ რომ ძველი პატერნები არ მუშაობს, ხო, სულ ყველგან და ყოველთვის. და ეს არის ველის თეორია, რომ სამყაროში ყველაფერი ორიენტირებულია და მოტივირებულია იმისკენ, რომ ნიშნულოვანი საქმეები, დაუსრულებელი საქმეები, ჩვენ დაუსრულებელი გეშტალტები და არ დანახული მოთხოვნილებები კიდევ ერთხელ დავინახოთ და მივიღოთ უკვე ცნობიერი გადაწყვეტილება, რომ მე შეიძლება არ გავაკეთო რაღაც, რაცაც ვთვლი, რომ ავთენტურია, მაგრამ ცნობიერად კონტაქტის შედეგად მივიღო არჩევანი, გავაკეთო არჩევანი, რომ არ გავაკეთო, მაგრამ ეს გაცნობიერებული არჩევანია და არა ავტომატური, დასწავლილი და დაცვითი მექანიზმით. სადაც მე არ ვარ და რაღაცა დასწავლილი ქცევები მუშაობს ინსტინქტურად გაყოლილი და მე ინერციით, ხო, რომ და სამყაროზე როცა ვამბობთ, რომ როგორ უყურებს მაგას ასტროლოგია და ეზოთერიკა, რომ ყველაფერი რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში დიდ სურათში ემსახურება ინტეგრაციას, პიროვნების გამთლიანებას და აი კარგი და ცუდი ესე კლასიკურად რომ დავყოთ, რომ ეს კარგია და ეს ცუდია არ არის. ეს დაავადებებიც კი პირიქით არის ხელშეწყობა და დახმარების ხელი ჩვენი სხეულისგან. ბედშიც თუ რაღაცა ირევა, ისიც ველიც გვეხმარება, სხეულიც გვეხმარება, ესე გამოდის.
და სამყაროს გვეხმარება, ანუ ყველა კუთხით არის რაღაც დახმარებები, ხო? რომლის ენა არ გვესმის? არ გვესმის. და საერთოდ სხვაგან ვარ. გვინდა გავთავისუფლდეთ ამისგან, გვინდა მოვიშოროთ ადამიანი, რომელიც დედასთან დაუხურავ გეშტელს გვანახებს ზუსტად ეს ადამიანი, ან მამასთან დაუხურავ გეშტელს გვანახებს და ჩვენ გვინდა ადამიანი მოვიცილოთ და მე მეორე ადამიანი იგივე ხდება. მესამეც იგივე სიტყვაზე, ხო? ხო, აი ეს პატერნები, რომ რატო მეორდება ხშირად, ხო, რომ რატო მეორდება თუნდაც ტოქსიკური ურთიერთობებში ხშირად, რომ ერთი და სხვა სახელები აქვს, მაგრამ ერთი და იგივე ამბები ხდება იმ ადამიანებთან, აუწყობელი პირადი, მაგალითად. იმიტომ რომ ეს გამოცდილებები არ არის, ეს გეშტალტები არ არის დახურული და ჩვენ ნევროტულ პროცესში ვართ და ვიმეორებთ მანამ სანამ ცნობიერად არ გავაცნობიერებთ, რომ სხვა არჩევანი მინდა რომ გავაკეთო და ცნობიერად, როდესაც ფიგურას დაინახავს გეშტალტ თერაპიის ხედვა ეს არის, რომ დავინახო ცნობიერად, შეგრძნებ ცნობიერად არაკოგნიტურად, სხეულებრივად ვიგრძნო მოთხოვნილება, დავინახო სამყარო რა ობიექტს მიგზავნის, შევეხო ამ ობიექტს და მივხვდე მე ეს მჭირდება თუ არ მჭირდება და სადაც არ მჭირდება არ განმახორციელო კონტაქტი და სადაც მჭირდება რეალური კონტაქტი ობიექტთან დავამყარო, ხო, იმ ფიგურასთან რაც მომცა და ფიგურა, ესე ვთქვათ, როგორც წესი, ლამაზი ფიგურებისკენ მივისწრაფით, რა ცხოვრებაში ლამაზი ფიგურები გქონდეს. კი. აი ნახე, უმეტესად აქვთ ხოლმე გოგოებს განსაკუთრებით, ну არც ბიჭები არ მწყინავენ მაგ ამბავში. შეუყვარდებათ ისეთი, რომელიც მერე აწამებს, მერე ვერ იშორებენ. ხო, აი კლასიკური საუკუნეებზე გაწელილი დრამები. აი ეს სიყვარულის მომენტის რა არის? ხო არ არის ეს რაღაც ილუზია, რა არის ის სიყვარული, რომელიც გიზიდავს ტოქსიკურ ურთიერთობას? აი ეს რატო უყვარდება ადამიანს ის, რომელიც მის ყურებას მინიმუმ გააფუჭებს, ესე რომ ვთქვათ. რა არის აი ეს სიყვარული? საიდანაც იწყება, ხო, აი გაჭედვა, გაგიჟება, ფიქსაცია. ხო, აი რა. ფიქსაცია და ნუ ფსიქოანალიზი ამას ეძახის განმეორებას და განმეორების ნევროს, რომ ერთი და იგივე ნევროტიკი, ვთქვათ, ფსიქოანალიტიკურად არის ადამიანი, რომელიც ერთი და იგივე კარებში შედის და ეჯახება და მაინც იქ შედის, ხო? იმიტომ რომ ვერ ახდენს გაცნობიერებას საკუთარი მოთხოვნილებების და რეალობაში რა რესურსები აქვს იმისთვის, რომ ეს მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. გეშტალტ თერაპია უყურებს ცოტა სხვანაირად, რომ ჩვენ ვიმეორებთ რელაციურ პატერნებს, განმეორებად რელაციურ პატერნებს. როდესაც ბავშვობაში, ვთქვათ, დედასთან ან მამასთან იყო ტოქსიკური პატერნები და სიყვარული იყო ტანჯვა და ეს დაისწავლა ჩემმა ღრმა ფსიქიკურ შრეში მაქვს, ესე ვთქვათ, ისეთი რელაციური პატერნი, რომ სიყვარული უნდა იყოს ტანჯვა და ასოცირდება ტანჯვასთან, ის ორიენტირებულია, რომ გაიმეოროს ეს ბიოლოგიურადაც ესე ხდება, ხო? განმეორებითობა ახასიათებს არაცნობიერ პროცესებს და მათ მნიშვნელოვანია რომ გაცნობიერდეს და შევეხოთ რა და ცნობიერად შეიცვალოს ეს პატერნი. იმიტომ რომ როგორც წესი ეს არის ის რომ მოთხოვნილება ჩემი რომ სიყვარული მიმეღო დაკავშირებულია იმასთან, რასაც მე ახლა ვიმეორებ და რაც ტოქსიკურ ურთიერთობებში მომყოფებს, ხო? ეს არის დაუშვათ როგორც აღწერე ხო სმელი ან უსაქმური ან სიყვარულს რო ვერ მაძლევს 1000 ის არის ხო ფორმულირება და ძალიან ხშირად შეიძლება ეს იყოს გამეორება იმ პატერნის რომელიც ოჯახში იყო დედას და მამას შორისაც რომელიც ასევე როგორც დასწავლილი პატერნია იმიტომ რომ როგორც წესი მომდევნო პარტნიორს ვარჩევთ ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობდა ფროიდი რომ მსგავსებით ამ მსგავსის პოლარობით. ან მამის ძალიან მსგავსი, ან დედის ძალიან მსგავსი, ან მისგან პოლარულად განსხვავებული, ხო, ეს ერთი მედლის ორი მხარეა და თუ ის პატერნები, რომელიც მე მომეწოდა ბავშვობაში, აი სწორედ აი ამ რელაციურ
ველს ქმნიდა, როცა სიყვარული იყო ტანჯვა და ტანჯვა სიყვარული და სიყვარული ტანჯვის გარეშე არ არსებობდა. აი ამის გამეორების მდგომარეობაა, რომელიც ასევე ნეირობიოლოგიურადაც მისი ბაზისი აქვს, როგორც ვთქვით, განმეორდება ეს და სანამ ცნობიერად არ შეიძლება ქცევა. ცნობიერად არ შეიძლება ქცევა ნიშნავს, რომ მე ჩემი პასუხისგებლობას გავაცნობიერებ, რომ მე ვარ პასუხისგებელი იმაზე, რომ აი ამ ურთიერთობებში შევდივარ. და მე ვარ პასუხისგებელი იმაზე, რომ მესმოდეს, რატო შევდივარ აქ და რატომ არა, როგორ შევდე, როგორ ხდება, რომ აღმოჩნდები აქ, იმიტომ რომ სადღაც მაქვს მოწყვლადობა, ხო? აი ეგ არის манипуляტორებსაც რო იზიდავენ, ხო? სადღაც სისუსტეები მაქვს, რომელზეც არ ვიმუშავე. რომელზეც არ ვიმუშავე და რომელსაც, რა თქმა უნდა, ვიღაცები ალბათ გამოიყენებენ იმისთვის, რომ манипуляციის თამაში შეგიტყვონ და ვინ არის პასუხისგებელი რომ გააცნობიეროს და აიღოს პასუხისგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. გეშტალტ თერაპია ამ გაგებით მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჰუმანური თერაპია თელს პასუხისგებლობას აკისრებს ადამიანს, რომ შენ ხარ ის, ვინც აქ შედის და არა ერთხელ. და ასევე შენ ხარ ის, ვინც უნდა შეძლოს რომ იგრძნოს რა ხდის მოწყვლაც, როგორ ხდება, რომ შენ აი აქ აღმოჩნდები ხოლმე, იმიტომ რომ როგორ ხდება ეს ხშირად ერთი და იგივე ისტორიებია, სხვა სახელებია, მაგრამ ისტორიები ერთი და იგივეა, რომ თქვათ რაღაცა მოწყვლადობა გაქვს, რომ არ ვიცი, ვიღაცა ძალიან დაგეხმარა, ან რაღაც ბევრი კომპლიმენტი გითხრა, ან რაღაცა გზით მოგხიბლა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი შეღწევადობის ადგილები, ხო? მეტმეტეს როდესაც ეს განმეორებადია. მაგრამ დინამიკურად არის ხშირად ოჯახური პატერნებიც, რომელსაც ადამიანი მეორებს, ხო? ოჯახში შეიძლება და ესეთი რამე ხდებოდეს, მაგრამ ადამიანად დაბადება ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი პასუხისგებლობით გავაცნობიერო და ავიღო პასუხისგებლობა იმაზე, რომ ის რაც შესაძლებელია უნდა შევცვალო. და ეს თერაპიული მიდგომა მე რაც ნახე, ამის გარეშე არ გამოდის ხოლმე. არასოდეს. და დაამსხვრიო მთელი ის პატერნები, რამაც მოგიყვანა აქ. და აღმოაჩინო როგორ ხდებოდი აქ. არა რატომ, არამედ როგორ ხდებოდა, რომ როგორ, იმიტომ რომ ეს პროცესია. როგორ მოდიოდი ნელა აქამდე. როგორ ირჩევდი ამ ტოქსიკურ პარტნიორს. როგორ ხდებოდა, რომ თქვათ იქ რაღაცა ილუზიაში შედიოდი, როგორ ხდებოდა, რომ ვიღაცა შენით манипуლირებდა, ეს პროცესია და პროცესუალურად თერაპიაში ხდება ამისი რეკონსტრუქცია, როგორ მოხდა, ხო ეს ყველაფერი და ფაქტობრივად იწყებ თავიდან გავლას მთელი წარსულის. ის კვლევას და გადაფასებას და კრიტიკულად შეხედვას, ხო, კრიტიკულად დანახვას და გაცნობიერებას, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ის მხარეები, რომლებიც პოტენციურად მოიზიდავს ტოქსიკურ ადამიანებს და ასევე ჩვენშიც ტოქსიკური ბირთვები, ხო, რომლებიც შეიძლება ჩვენი მხრივ სადღაც ტოქსიკურ ცევაში ვიყოთ და ამისი დანახვა ხშირად მოითხოვს დიდ სიმამაცესაც და პასუხისგებლობას, იმიტომ რომ ნახეთ, ქალების ნაწილს ეს პრობლემა აქვს, სხვადასხვა თქვა, რომ ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეს манипуляტორია, ამან დამიშავა, მაგრამ ჩემი პასუხისგებლობა რა არის, რომ მეც უნდა ავიღო პასუხისგებლობა იმაზე, რომ ეს კონკრეტული ადამიანი ჩემ ცხოვრებაში იყო და რაღაც სარკისებრი არეკვა შეუძლო რომ დავინახო, რომ მარტო იქ არ არის პრობლემა. იქ რასაკვირველი არის პრობლემა, მაგრამ მეორე მხარეს the other side of the moon, როგორც ამბობენ, თვალის მეორე მხარე, რომელიც არ ჩანს, ხო ვიცი თქვენგან. იქაც არის ადგილები, რომლებიც აი ამ ტოქსიკურ ენერგიებს იზიდავენ, ხო, სამყაროდაში და დავინახოთ ეს ჩვენი ნაწილები და ალბათ თან დაეხმარებათ ასტროლოგია ამაში ადამიანებს ასევე არა? კი, კი ჩანს ხოლმე რუკაში ის წერტილები და ის მოდელები, აი ბევრად უფრო მოკლე გზა არის ხოლმე. ანუ მე როგორ მუშაობ, იცი, გავდივართ უფრო ასტროფსიქოლოგიას,
თავარი სამუშაოს ვატარებთ, მე მიდის თუ ჭირდება ადამიანს უკვე თუ გამოხატულად უნდა რომ შეცვალოს ცხოვრება, მე მიდის თერაპიაზე. და შესაბამისად უფრო იცის რა აქვს. აი პირველი შეხვედრა ბევრ სხვადასხვა ტრავმებთან. მე ესე მუშაობ ყოველ შემთხვევაში. ასტროლოგიურად აქვს, შემდეგ ის ასტროლოგია დანარჩენს ვერ მისცემს, უნდა წავიდეს თერაპიაზე აუცილებლად. მეც მან დავარ, მეც თერაპიაზე დავდივარ. მეც თერაპევტებიც დაადიან. თერაპევტებიც დაადიან, სუპერვიზია აქვს, 1000 რაღაცა აქვს და მე ეს მინდა გითხრა ხო რომ მე რასაც ვაკვირდებოდი ორივეს თანამშრომლობა ფსიქოლოგიის და ასტროლოგიის გაცილებით ეფექტური არის. თორე მარტო ასტროლოგიაში ჩვენ ბრმად ვართ, მაინც, იმიტომ რომ კაი, ეს არის ფსიქოანალიზი, ჩაუტარე ჩემ თავს დიაგნოსტიკა, მე რას ვაკეთებ. და მარტო ფსიქოლოგიაც ეს უფრო ხანგრძლივი გზა არის. გზა არის ძალიან მაგარი, მაგრამ ხანგრძლივი. ორივე სინთეზი ეს არის უკვე მოკლე გზაში სერიოზული სამუშაოს ჩატარება. მე ესე ვხედავ. და მე მგონია რომ აი მე რატომ მინდა რომ ფსიქოლოგიას რატო შემომაქ ასტროლოგიაში, იმიტომ რომ აი პირადი რუკა და მორჩა გონიათ და თაროზე უნდა შემოვდო და აქედან იწყება ყველაფერი თქო, ესე ვამბობ. ეს პირველი ჩვენი კონსულტაცია, ეს არის მოგზაურობის დასაწყისი, პირველი სურათი, პირველი კარტების გახსნა. ხეცნობიერის გახსნა, შემდეგ თერაპიამ უნდა დაალაგოს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ პატერნები დარწმუნებული ვარ ჩანს კარგად, ხო იქ? მე რასაც ხედავ ერთ-ერთია. რა ტიპის პატერნებია, რომელიც განმეორებადია და რომელიც ტოქსიკურია და მე აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიაც არსებობს ესეთი, რომელიც ამბობს, რომ არის ფსიქოლოგიაში რაღაცა რაც პიროვნებასაც ცდება, ხო და უფრო დიდ ველში შევდივართ, როგორიც არის კოლექტიური ველი ჩვენ. კოლექტიური კარმა. იუნგიც ამბობდა იმას, რომ როგორც ღვინოს ეტყობა სეზონის კვალი, ადგილის კვალი გემოზე, ესე ადამიანში მისი დაბადების მომენტი და მისი ასტროლოგიური რუკა გარკვეულ პატერნებს, გარკვეულ თანდაყოლილ მათ შორის ტემპერამენტს, თანდაყოლილ ფსიქიკურ, ენერგეტიკულ, ესე ვთქვათ, ცენტრებს აყალიბებს და არახალი ამბავია ეს ნამდვილად. და ის, რასაც ამბობ, რომ ხშირად ეს ერთმანეთს ძალიან ეხმარება, მეც ესე ვგრძნობ, უცბად რომ გითხრა, მე ვგრძნობ, რომ ყველაფერი რაც ადამიანს დაეხმარება და აი აქეთკენაც მიდის ზოგადად ფსიქოთერაპია ინტეგრაციული ხდება. ძალიან გამოჩენილი ფსიქოთერაპევტები და ესეთი დიდი ფსიქოთერაპევტები უკვე ამბობენ, რომ სადაც საჭიროა, თუ საჭიროა გამოვიყენებ. ფსიქოანალიზი ამ დროს არის გეშტალტ-თერაპევტი, ან გეშტალტ-თერაპევტი ამბობს, რომ სადაც საჭიროა ვიყენებ ფსიქოანალიზს, სადაც ვთვლი, რომ კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია ეფექტურია მაგალითად ფობიებთან და კიდე სხვა მდგომარეობებთან ინტეგრაციისკენ მიდის და საზღვრები იშლება ზოგადად. ამიტომ მე მეცმაც ხედავ, რომ საზღვრები სვარღვევ ფსიქოლოგიისა და ასტროლოგიის ეს ერთი სისტემა არის. წარმოსახვედი თერაპიები, NLP-ს ტექნიკები, სხვათა შორის ერთად ვიყენებ ხოლმე მე ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ერთად არის ჰოლისტური მდგომა ქვია მაგას და ჰოლისტურად ვდგებით ნამდვილად. აი მეც მქონია შეგრძნებები ზოგჯერ რომ მნიშვნელოვანია რომ ამ ადამიანს ვთქვათ კლიენტს ასევე ასტროლოგთანაც კონდეს კონსულტაცია, იმიტომ რომ არის იგრძნობა ველში გარკვეული განპირობებულობა, გარკვეული ესე ვთქვათ პატერნები, რომელიც გაცნობიერებაც უფრო ღრმად არის საჭირო თუნდაც ასტროლოგთან მუშაობით. ხო და ეს არ ახალია კიდევ ერთხელ, ამაზე ბევრ საუბრობდა და წერდა იუნგიც, იმიტომ რომ არქეტიპული ზოგადად ასტროლოგიაც არის უნივერსალური არქეტიპული ამბები, ხო? და იუნგი ამბობდა, რომ ხა მითოლოგია სხვადასხვა მითოლოგიური არის ასტროლოგიაც ფაქტობრივად. შილდასანს რო ვამბობთ იმის უკან რომ მთელი ისტორია და მითოლოგია და ამ გაგებით იუნგი ამბობდა, რომ ეცი რა, ცაზე, როდესაც ვიხედებით, ჩვენ კი შეიძლება სხვადასხვა ინდივიდუალური ცხოვრებებით ვცხოვრობთ, მაგრამ ცა ყველას ერთი გვაქვს დედამიწაზე და ცაზე რაც ხდება,
თან ვარსკვლავები, რომელიც ყოველთვის იქ იყო, ну ყოველთვის არ ვიცი იყო თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბოლო რამდენიმე ალბათ მილიონი, რამდენიმე ასეული მილიონი წელი ჩვენ ამ ცას უყურებდით და ეს მითოლოგია პროექცირებულია ჩვენს ცნობიერებაზე. და იუნგმა ეს კარგად დაინახა, რომ ცნობიერება კოლექტიური არაცნობიერი ასევე მოიცავს ამ მითოლოგიას და მითოლოგიაზეც ხედავთ ხო რომ განსხვავებულია ვთქვათ სკანდინავიური, ბერძნული, შუმერული, მაგრამ ამბები ერთიერი ხო, ერთია. ამბები არის იგივე, სახელები არის სხვადასხვა, მაგრამ ამბები არის იგივე. და ეს არ არის შემთხვევით. და ეს შენიშნა სწორედ იუნგმა და თქვა, რომ კოლექტიურ არაცნობიერში არის არქეტიპული ენერგიები, რასაც астрологია პლანეტებს უწოდებს, ხო? სატურნი, რომელიც მითოლოგიიდან არის რომელიც მითოლოგიური პერსონაჟებია, სატურნი და ასე შემდეგ, მერკური და იუპიტერი და კი, რომლებიც რომაული სახელებია, ხო? და ბერძნულში კიდე სხვა სახელები აქვთ, მაგრამ ფუნქცია მათ ერთი აქვთ, უბრალოდ სახელებია სხვადასხვა და შესაბამისად ასტროლოგიური რუკაც იძლევა სურათს იმისა, თუ რა ალბათ მე ესე წარმომიდგენია, შენ უკეთესად იცი, რა არქეტიპული, ენერგეტიკული პოტენციალი, რესურსები და ასევე შეზღუდვები აქვს ამა თუ იმ ადამიანს და რა ტიპის კონფლიქტის პოტენციალია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კონფლიქტი ყოველთვის იქნება, მაგრამ პოტენციალია. როგორც გამოიყენეს მე ამ ენერგიას. და ის სწორედ ფსიქოთერაპია ამას ეხმარება, რომ მე დარწმუნებული ვარ, არსებობს ადამიანები, რომლებსაც აქვთ ერთი და იგივე ტიპის ასპექტები, კონფლიქტური, რომელსაც ერთი ესე ვთქვათ, არაცნობიერად როგორც პატერნს იმეორებს ნევროტულად და მეორე აბსოლუტურად ცნობიერი, გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობით აკეთებს არჩევანს და სხვა შედეგებს იღებს შესაბამისად. ხო, ალბათ ესეა და ისიც არის. ნუ მან სულის კარმას ვამბობთ ხოლმე, მაგრამ ასევე ვამბობთ არჩევანს. არჩევანი კი, პასუხისმგებელი ხარ არჩევანზე და ეგ არჩევანი არის გასაკეთებელი ყოველ ჯერზე ცხოვრებაში.